მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline იგივე წითელი ხაზი, ამ შემთხვევაში გთავაზობთ დაპირებულ ვიდეოს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ უკრაინისთვის, მისი შეიარაღებული ძალებისთვის, მისი თავდაცვით უნარიანობისა და შეტევითი პოტენციალისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში უკვე არის ახალი შორს მოქმედი ფრთოსანი რაკეტა, სახელწოდებით Flamingo. ამ ვიდეოში ამ ახალი რაკეტის მახასიათებლებზე, მის შესაძლებლობებზე, უკვე დადებულ შედეგებზე და სამომავლოდ პერსპექტივაში მის გავლენაზე ვისაუბრებ, როგორც უკვე ითქვა, ეს კონკრეტული ფრთოსანი რაკეტები იქნება ეგრეთ წოდებული game changer-ი. ანუ თამაშის წესებს შეცვლის და ძალიან დიდი წნეხის მომტანი რუსეთის სამხედრო ობიექტებისთვის თუ ენერგეტიკული, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი და მწარმოებელი ქარხნებისთვის, რაც მნიშვნელოვანია რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს რაკეტა ძალიან შორი დისტანციის მოქმედების არის, საუბარი არის დადასტურებულად, რომ მას დარტყმის განხორციელება შეუძლია 3000 კილომეტრის მოშორებით და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რაც ცვლის სურათს, თუ აქამდე მაგალითად დიდწილად უკრაინული შორსმოქმედი დრონებით ხდებოდა რუსეთის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე, ეკონომიკურ თუ სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე იერიშების მიტანა, ამ შემთხვევაში აი ამ რაკეტების გამოყენებით, როდესაც სიღრმეში განხორციელდება შეტევების ზიანი იქნება გაცილებით უფრო დიდი. იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი არის ძალიან დიდი მოცულობის საბრძოლო მუხტზე. მახასიათებლებთან დაკავშირებით უფრო ზუსტ ინფორმაციას მოისმენთ უშუალოდ წარმოებელი კომპანიის წარმომადგენლისგან. Associated Press-მა გაავრცელა ინტერვიუ და კადრები, რომელიც ასახავს აი ამ რაკეტის წარმოების პროცესს და აქვე არის მოცემული კონკრეტული სპიკერი, რომელიც განმარტებებს აკეთებს, ამას ცოტა ხანში მოგასმენინებთ. მანამდე კი ასევე ძალიან საინტერესო სიახლე, რომელიც უშუალოდ ამ რაკეტის Flamingo-ს საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებას ეხება. ესე იგი, ალფა სიხშირე ავრცელებს ამ ინფორმაციას, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი Telegram არხი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, აქ მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება, გაჩვენებთ კადრებს, ესე იგი, ეს არის დარტყმა, რომელიც ამ წყაროს ინფორმაციით სწორედ Flamingo-ს მეშვეობით განხორციელდა და აი ამ კონკრეტული ნიუსის ავტორი ასეთ ფრაზას ხმარობს. დიდი ალბათობით ეს არის ოტო კონჯარია, კი ბატონო, საბრძოლო ნათლობა უკვე წარმატებით შედგა Flamingo-ს ფრთოსანი რაკეტის შემთხვევაში. საუბარია იმაზე, რომ კამიკაძე დრონებთან ერთად რაკეტების მიფრენის შედეგად როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიბომბა, რის შედეგადაც ობიექტზე ძლიერი ხანძარი გავრცელდა და ხედავთ სწორედ კადრშიც, რომ აშკარად დიდი ცეცხლი არის. აქვე დაპირებული ვიდეო მასალა, კადრები და ინტერვიუ, რომელსაც ავრცელებს Associated Press-ი და გადაღებული არის უშუალოდ Flamingo-s ტიპის რაკეტების მწარმოებელ საწარმოში, რომელიც მიწის ქვეშ არის სადღაც უკრაინაში განთავსებული. გთავაზობთ კადრებს და ინტერვიუს, რომელსაც ახლა ერთად მოვისმენთ. Weapon production is a huge guarantee of Ukraine independence, but also European safety. The maximum range is 3,000 kilometers confirmed, with an accuracy of 14 meters to target on this distance. And the payload capacity is, in the moment, 1,150 kilograms. The overall technical characteristics is not much different from a Shahed. Of course, it has different construction, but the function is the same, despite of the fact that it can go a little bit more far, has a little bit of bigger payload, and is a little bit more advanced in terms of precise hit to a specific target. Right now, Ukraine is holding this barrier and, let's say, it's exporting safety to other countries which are standing behind Ukraine. მოკლედ ამ ინტერვიუს შინაარსი ასეთი იყო ტექნიკური ოფიცერი, უფროს ტექნიკური ოფიცერი ამ საწარმოში, რომელიც სპიკერი იყო, ამბობდა ასეთ რამეს, რომ უკრაინისთვის იარაღის წარმოება მისი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია და გარდა ამისა, უკრაინული იარაღი არის ერთ-ერთი გარანტორი მთლიანად ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის. ამის შემდეგ უკვე ისაუბრობდა ტექნიკურ მახასიათებლებზე, როგორც ვახსენე, 3000 კილომეტრი არის დადასტურებული მოქმედების მანძილი, ხოლო საბრძოლო მუხტის მოცულობა არის 1150 კილოგრამი, რაც არის
ძალიან დიდი დამანგრეველი ძალა. შემდეგ უკვე საუბრობდა დანიშნულებაზე, ახსენებდა შორსმოქმედ დრონებს, ამბობდა რომ პრინციპში დანიშნულება ერთი და იგივე არის, როგორც არის შორსმოქმედი დრონების შემთხვევაში, ანუ სტრატეგიული ობიექტების განადგურება, მაქსიმალური დაზიანება, თუმცა განსხვავება არის სწორედ იმაში, რომ ამ შემთხვევაში საუბარი არის გაცილებით დიდ საბრძოლო მუხტზე და აი ამ ყველაფერს როდესაც ვეცნობით, უკვე წარმოვიდგენ რა კადრები გავრცელდება რუსულ ნავთობ ობიექტებზე აი ამ კონკრეტული ტიპის რაკეტის დარტყმების განხორციელების შემდეგ. აქვე ძალიან საინტერესო სტატიას შემოგთავაზებთ ამ ეპიზოდში, რომელიც ეხება სწორედ რუსეთის ნავთობ წარმოებას და უკრაინული შეიარაღების, შორსმოქმედი შეიარაღების დარტყმების შედეგად გამოწვეულ ეფექტს. ამ შემთხვევაში კიევ ინდიფენდენტი ავრცელებს ძალიან საინტერესო ცნობებს, რომელიც ეხება უკრაინული დარტყმების შედეგად მიღებულ ზარალს რუსეთის ეკონომიკისთვის და ასევე ეხება დისკომფორტს, რომელიც შეექმნათ რუსეთის მოქალაქეებს. სტატიის სათაური ასეთია, რომ ბენზინის ფასი რუსეთში რეკორდულ ნიშნულებს აღწევს და ეს განპირობებულია უკრაინული დრონების შეტევებით მათ საწარმოებზე. აქ მოყვანილია კონკრეტული ციფრები, ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით, სტატისტიკა და შედარება წლის დასაწყისიდან დღემდე რა ხდებოდა. ნათქვამია, რომ 2025 წლის დაწყებიდან ამ დრომდე 38 და 59%-ით მოიმატა ფასმა 38%-ით რეგულარის ტიპის საწვავზე და 59%-ით პრემიუმზე და არის აქვე ამ სტატიაში საუბარი იმაზე, რომ გარკვეულ ოლქებში, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ოლქებსა და ქალაქებში არის განსაკუთრებით კრიზისული სიტუაცია, საწვავის შეძენა განსაკუთრებული პრობლემაა. არაერთი კადრი შემოხვდა მათ შორის Telegram არხებზე, სადაც ხალხი რიგში დგას ბენზინის, დიზელის თუ სხვა ტიპის საწვავის და რიგ შემთხვევებში სპეციალური ტალონებით გაიცემა თურმე ბენზინი ან კიდევ სპეციალური საშვებით. ყველასთვის არ იყიდება, მოკლედ არის ასეთი შემთხვევებიც და აქვე უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ამ სტატიაში ნათქვამია, რომ მხოლოდ 2025 წლის მიმდინარეობისას რუსეთის ყოველწლიური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობიდან დანაკარგი არის 4,11% და ეს თანხაში გამოისახება შემდეგნაირად დაახლოებით შეადგენს 74.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით, მოქალაქეების განწყობის, სოციალური ფონის თვალსაზრისით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის პოტენციალზე და ეს ყველაფერი თანმიმდევრულად ასე გრძელვადიან პერსპექტივაში ასუსტებს მათ შემოსავლებს. ამ ყველაფერს თან თუ დაერთვება ეფექტური სანქციებიც რუსეთის ნავთობის გაყიდვის მისი ექსპორტის შეზღუდვის მიზნით, რასაც პირდებოდა დონალდ ტრამპი და რასაც ანონსებდა, ამ შემთხვევაში ეფექტი მართლაც იქნება შთამბეჭდავი და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს რუსეთში, პირველ რიგში კი პუტინს და მის გარემოცვას მოუწევს დაფიქრება ომის გაგრძელების შესახებ და მათ მოუწევთ მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, როდის არის დრო სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის. ყოველ შემთხვევაში ეს არ არის, რა თქმა უნდა, რაღაც ერთდღიანი და ორდღიანი პროცესი, ამას ყველა კარგად იაზრებს, რომ ეს არის ამ ტიპის შეტევები უცებ არ ჩამოაქცევს რუსეთის ეკონომიკას და შესაბამისად არ გამოიწვევს პოლიტიკურ რყევებს თუ ომთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა აი ასე ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ შეტევების შედეგად ისინი ცდილობენ, რომ დაასუსტონ მოწინააღმდეგე, დაასუსტონ მისი რესურსები, გამოფიტონ ის და შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად არის მნიშვნელოვან შედეგებზე გათვლილი. ეს შეტევები დიდი ალბათობით უფრო მეტი ინტენსივობით და რაც მნიშვნელოვანია, უფრო ძლიერი დარტყმებით გაგრძელდება და ამის თქმის საშუალებას გვაძლევს თუნდაც ის სიახლე, რომელზეც ამ ვიდეოში ვისაუბრე, ახალი ფლამენგოს ტიპის შორსმოქმედი ფრთოსანი რაკეტები უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში ურტყამს 3000 კილომეტრზე მაქსიმუმ და გადააქვს 1150 კილოგრამის სიმძიმის საბრძოლო მუხტი, რაც არის ძალიან დიდი დამანგრეველი ძალა. აქვე ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდოდა მეთქვა წარმოების სიმძლავრეზეც ამ ფლამენგოს ტიპის რაკეტების შემთხვევაში ითქვა ოფიციალურად, რომ ამ ეტაპზე აწარმოებენ დღეში ერთ რაკეტას, თუმცა დაანონსებულია, რომ წლის ბოლომდე ეს ტემპი გაიზრდება და წლის ბოლოსთვის უკვე უკრაინა შეძლებს, რომ
დღეში 7 ასეთი რაკეტა აწარმოოს. ეს კი საბოლოო ჯამში ნიშნავს უფრო დიდ თავდაცვით და შეტევით შესაძლებლობებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და ეს მე მხოლოდ მიხარია. დიდი მადლობა რომ თვალს მადევნებთ. იმედია რომ საინტერესო და სასიხარულო სიახლე მოგაწოდეთ ამ შემთხვევაში და აქვე თუ არ ხართ ჩემი არხის გამომწერები, მოგწოდებთ რომ გამოიწეროთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარები და დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე მალე დაგიბრუნდებით. ნახვამდის.